მოკლედ გუშინ მედარიკოვს სერნობთ როგორც ჩვეულებრივ და მოდის ვიღაც ასაკოვანი რუსი და კითხავს გვისმევს, რა თქმა უნდა იმის მერიკომ სხვა ტრაექტორის ხრევკატავი პანა და სხვაგან გამაგანა და ჩემ თავზე გავბრაზდი, რომ საერთოდ არ უნდა მიპასუხა თქო, მაგრამ შემეწოდა ასაკოვანი იყო და სულ სხვა გზაზე მიდიოდა, ვიდრე საჭირო იყო რა და ამიტომაც გამომპასუხე და დავეხმარე. ახლა ეს ემპათია და ალბათ კარგ ადამიანებს. და შემდეგ გამახსენდა, რომ აი ამ აღწერის ჩაწერა მინდოდა და დიდი ხანია უკვე და სულ გადავდებდი, იმიტომ რომ მინდოდა მთელი და გულით სულით ჩამოწერა და აღმეწერა როგორც ნაწარმოების მისი შესანიშნავი 1985 წლის დევიდ ლინის მიერ გადაღებული ეკრანიზაცია. ასე რომ მოდი დავიწყოთ. მოქმედება მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ომის დროს. თუმცა რა თქმა უნდა ბოლო მომენტები უკვე მაგრამ მსოფლიო ომის და მომენტებს აღწერს და ერთი ჩვეულებრივი გათხოვებული ადამიანის ცხოვრება აღწერილი ბავშვობიდან მის ასე ვთქვათ გარდაცვალებამდე. ეს დიდი სპოილერი არ იქნება, იმიტომ რომ სახელიც გვეუბნება ვისზე არის თავად ეს ნაწარმოები, როგორ ცხოვრება გაიარა მან, როგორი უსამართლობა დაინახა მის საზოგადოებაში, ყოველთვის სწორად მსჯელობდა და აი ამ საზოგადოების არასწორი მოსრიფების ფარგლებში როგორ მაინც ახერხებდა სახალხად ასროვნებას, როგორ ხედავდა მის გარშემო ადამიანები, როგორც კეთილშობილ ადამიანებად გარდაქმნებოდნენ, ისე ბოროტმოქმედებად და ცხოვრება რომ აბოროტებდა მათ. ძალიან კარგი მაგალითია სტრელნიკოვის სტალინზე არის ხაზგასმა ამ პერსონაჟით თუ დააკვირდებით და როგორ კარგი ადამიანი იყო და როგორ გააბოროტა ცხოვრება. თვითონ ავტორი პასტერნაკი ცნობდა სტალინის და სწორედ ამიტომაც და მათ საუბრებიდან გამომდინარე ამოიღო ის ინდივიდუალიზმი მკვდარი სცენა. ასე რომ ვთქვათ, ტომ გარდინეი და ალეკ გეინასი ამ ფილმში ძალიან მტყვინავენ, ისინი არიან მეორე ხარისხოვანი პერსონაჟების სტრელნიკოვის და ევგრაფის ევგრაფი ბევრად კარგი პერსონაჟია, ვიდრე სტრელნიკოვი, ასე ვთქვათ, ცხოვრებას ეგუება. მეტროვე ადამიანია, ოღონდ მეტროვეზე ბევრად კეთილია, ხმანდელ მეტროებს რომ შეხედავ, ზუსტად ისეთი არ არის. თან იცით რაზე მომწონს ხაზგასმა, რომ სისხლით ნახევრად ევროპელია, ნახევრად რუსი და ბოლომდე ნათესავი არ გამოდის თავი პერსონაჟის, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მასაც მის ასე ვთქვათ ნათესავებსა და ბოლოს უკვე იმ ადამიანს, ვისაც არავინ არ დარჩენია დედამიწაზე, ასე ვთქვათ, საერთოდ არავინ და დასასრული ძალიან მრავლის მტქველი და კარგი არის. შინაარსი ძალიან დიდი არის, ასე რომ ბოლომდე ვერ მოყვები, რა თქმა უნდა, ვერც ჩავედავი დროში. ერთადერთი მის ხაზგასმა მინდა რომ ასე აქ ძალიან კარგად არის ყველაფერი წარმოშენილი, პროპაგანდაც არ არის, ზუსტად არის ყველაფერი დანახული. ორველის განსხვავებით, რომელიც ადრე კარგი მწერალი მეგონა, მაგრამ მივხვდი როგორ გამოიყენა მის ნაწარმოებები, თვითონაც არაფერს წინავდა სიმართლე გითხრათ და მის ნაწარმოებებს ეხლა უკვე არაფერს არ წავიკითხავ, იმიტომ რომ არ იცნობდა აღმოსავლეთ ევროპას და ძალიან არასწორად აღწერდა ყველაფერს. სტალინიზმზე ჩაციკლული, როცა ადამიანი არ იცნობდა მას და აი არანაირად არ შეძლო რამე რეალური დაენახებინა პასტერნაკისგან განსხვავებით, რომელიც ყველაფერს კარგად იცნობდა ნობელის პრემიის უარი ათქმევინა იმ დროინდელმა რეჟიმმა, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა მისმა შვილმა იყო და ძალიან გასახარებელია, რომ ისევ მიანიჭეს. ძალიან ბევრი არასწორი ნობელის პრემია მიუციათ ადამიანებისთვის და პასტერნაკმა უარყვეს იყო ყველაზე სწორი ნობელის პრემია ჩემი აზრით, რაც კი უდესმე მიუნიჭებიათ ადამიანისთვის და კარგად ანახავს რამდენად პრობლემატური იყო ყველაფერი და არა ორველისეულის ზღაპრები. მოკლედ აი ეს მომენტი ძალიან სახასიათოა და ბევრ ჩვენ ნათესავს გადახდენია ძალიან სამწუხარო რაღაც არის. როგორ ართმევდნენ თუნდაც კარგ ადამიანებს თავიანთ ფართს და სხვებს ასახლებდნენ და აქ ის სიბოროტის მომენტია, როდესაც სრულიად ართმევენ იურის ყველაფერს და მის ოჯახს და თვითონ შესახდებიან ევგრაფი მოვა და სახმარებელ სხვაგან გააგზავნის, იქაც ჩამორთმეული აქვთ ყველაფერი და აი ზუსტად ჩვენთან იყო ესე ვერავაკის ტერიტორიაზე გქონდა და ნელ-ნელა ასე წაართვეს ჩემ ნათესავებს და აქ ძალიან საშინლად ჩანს, უბრალოდ კარგად არის დახატული და საშინლად ჩანს, როგორ ხდებოდა ეს პროცესი. და ხარიბი ადამიანები როგორ ბოროტდებოდნენ და ვითომ დიდრებს, ანუ არ იყვნენ სინამდვილეში ძალიან დიდრები, როგორ ართმევდნენ ყველაფერს ბოლო მოგონებებამდე და კაპიკამდე. სასრულს შეეხება ძალიან იმედის მომცემი, თან ძალიან
სამწუხაროდ არის ადამიანი რომ ტორჩები დედამიწაზე ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი როგორ რას გიშვება ადამიანს საზოგადოებაში დიდი გაურკვევლობა ყველაფერი კარგად ჩანს აქ მაგრამ ყოველთვის ვიღაც მოიძებნება იმედი უნდა გქონდეს რომ მოიძებნება ვინც შენს ისტორიას გაიზიარებს და დაგეხმარება ძალიან კარგი პიროვნება იყო პასტერნაკი ძალიან უყვარდა საქართველოს ქართველი მეგობრები რუსეთში რო შეიფარეს საქართველოს ჩამოვიდა აქ შეიფარეს და გაეცნო ამ დროს ქართველების ნაწარმოებებს და ერთად მე ერთი ვიდეო რომელიც მის არსებობს არის ბარათაშვილის ლექსი როგორ კარგად გადათარგმნა ცისფერფერსთან დაკავშირებით და ისე ამაზად გადათარგმნა რაც შეუძლებელი და წარმოუდგენელიც იყო და საქართველოში თავის მეგობრებს წერილებსაც წერდა ლექსებსაც თარგმნიდა და შემდეგ რა თქმა უნდა სტალინსაც ანახებდა ამ ყველაფერს, მაგრამ დიდ დაინტერესებული არ იყო ეს ვითომ ლიტერატურის კაცი, მაგრამ ეს მაინც ცდილობდა თავის მეგობრების დახმარებას, ბევრის დახმარება გამოვიდა, ბევრის ვერა ახმეტოვას ვაში გადაარჩინა სტალინის რეჟიმს, რაც მისი ასე ვთქვათ, სტალინთან მოლაპარაკების შედეგად მოხდა და ძალიან კარგია. კარგია, რომ ესეთ ადამიანებს მაიკოვსკის ამბის მერე პასტერნაკსა და ბულგაკოვსა და პატივისცემდა, მაგრამ ესეც ვითომ პატივისცემა იყო ჩემი აზრით, რომ ბოლომდე თავის ჩარჩოებს და საზღვრებს არ გაცცენოდა რა. ხო და ეს პიროვნება, რომელიც მას უყვარდა და რომელიც ლარას ინსპირაცია არის ოლგა. სინამდვილეში ორჯერ დაიჭირეს პასტერნაკის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ. და სწორედ ის მომენტი, რაც ბოლოს სცენას უკავშირდება, სწორედ მათ ნამდვილ ტრაგედიაზე არის აგებული. მოდი არ მოვყვები, იმიტომ რომ ძალიან სამწუხარო ამბავია და არ მინდა რომ თავს ცუდად მოგახვით, ისედაც რომ ნახავთ მათ ბიოგრაფიას, ისედაც გაიგებთ ყველაფერს. მოკლედ ინდივიდუალიზმი მკვდარია და ძალიან უკრძალავდნენ ადამიანს ყველაფერს. ეს მე-19 საუკუნის ნაწარმოებებში იქნება მე-20-ში გამოკვეთილია უფრო. ანუ ადრე ყოველთვის მგვერდა რომ როგორ შეიძლება რომ მთელი ცხოვრება ვიღაცა ანუ ერთი ადამიანი რო არ უყვართ და რაღაც როცა გადაუყვარდება და ეხლა პირიქით ის მიგურს ერთი ადამიანი როგორ უყვარს მეკითხავ. ხო და მაშინ არის მოდა საერთოდ ჩემი მათ ადამიანებს ვინც რეჟიმის თავში მოდიოდა საერთოდ სიხურთვის ცნობა არ ეცნობათ. არც ემპათია, არც თანაგრძობა არაფერი და სწორედ ასეთი ადამიანების ისტორიებს ვერ იგებდნენ და ურთიერთობისთვისაც სჯიდნენ და ციხეში უშვებდნენ, რაც ძალიან მიუღებელია. ავიცი, ეხლა ისეთი ხალხი არსებობს, ამათი დანაშაული რა არის უბრალოდ. აი დაცინოც კი არ არის რა. მოკლედ ძალიან კარგი ფილმია, წიგნიც და გაეცანით და მათ ისტორიასა და გაიგებთ რამდენად უსამართლოა ცხოვრება კარგი ადამიანებისთვის.